სოფლის მხარდაჭერის 50 მილიონიანი პროგრამის პრიორიტეტები დავით ნარმანიამ ევრიკისა და ახალდაბაში მოსახლეობას გააცნო. მინისტრმა გორის რაიონში ყოფნისას განმარტა, რომ ადგილობრივების ჩართულობას პროექტის შერჩევაში დიდი მნიშვნელობა აქვს და მოუწოდა შეკრებილებს მიიღონ აქტიური მონაწილეობა სოფლის კრებებში. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური საჭიროების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული და უპირატესობა ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა რეაბილიტაციას, ასევე სოფლის კეთილმოწყობას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამა საქართველოში უკვე მე-6 წელია ხორციელდება. ის რომ თვითონ სოფლის მოსახლეობა არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ანუ ისინი ასახელებენ საჭიროებებს, ჩვენ უბრალოდ ვახორციელებთ ამ ყველაფრის ადმინისტრირებას და შემდგომ მონიტორინგს, რომ კანონმდებლობიდან გამომდინარე წესებისა და პროცედურების დაცვით გახორციელდეს სამუშაოები. Გასაჭიროება გზა პირველ რიგში რო არ არის მოწესრიგებული გზა. საბავშვო ბაღი არა გვაქვს. ამბულატორია არა გვაქვს. ვიღაცა რომ უცბად ან ცუდად გახდეს, ან მივდივართ სხვა სოფელში.